მოგესალმებით მეგობრებო, დღეს 4 ნოემბერია, უკაცრავად უკვე 5 ნოემბერი დაწყებულა, ღამის 2 უკლია 20 წუთი და 4 ნოემბერს ჩატარდა ნიუ-იორკში არჩევნები. ძირითადი იყო 3 კანდიდატურა, ეხლა წარმოგიდგენთ ამ ბატონების ფოტოებს და თითოეულ მათგანზე მცირე ინფორმაციას მოგაზრდით. ესე იგი, ზოჰრან მამდანი, რომელიც არის უგანდიდან წარმოშობით, ინდო-პაკისტანური წარმოშობის არის, მაგრამ უგანდელია. ბატონის სლივა, აი ტიტლბერეტიანი, რომელიც არის რესპუბლიკელების წარმომადგენელი და ენდრიუ კომო. ეს უკვე დამოუკიდებელი კანდიდატია, გამომდინარე იქიდან, რომ მამდანისა და ენდრიუ კომოს შორის პრაიმერისი რო ჩატარდა, მამდანი მოიგო და შესაბამისად კომო გამოეთიშა პრაიმერისის შედეგების მიხედვით დემოკრატიულ პარტიაში შიდა არჩევნებს და იგი ამ არჩევნებზე წარდგა როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. გაიმარჯვა ამჯერად მამდანი. მამდანი არის 34 წლის ახალგაზრდა პოლიტიკოსი. მე ვთვლი, რომ ის არის ჩვეულებრივი პოპულისტი. უამრავ რამეს პირდება ნიუ-იორკის მოსახლეობას, ცოტა მოგვიანებით გეტყვით ამას და მე ვთვლი, რომ ეს ყველაფერი ახლოს არ არის რეალობასთან. ფაქტობრივად შეუძლებელი ამ ყველაფრის გაკეთება. მანამდე გეტყვით, რომ კომო იყო, ესე იგი, გუბერნატორი კოვიდის პერიოდი არის ყველაზე მნიშვნელოვანი მის პოლიტიკურ კარიერაში, როცა კოვიდის დროს იყო შტატ ნიუ-იორკის გუბერნატორი, მის დროს ბევრი გადაცდენები იყო, არასწორი მენეჯმენტი კოვიდის მართვისა, როგორც ქალაქ ნიუ-იორკში, ასევე ზოგადად ნიუ-იორკის შტატში. მას ჰქონდა შეუთანხმებელი მოქმედებები დონალდ ტრამპთან, ეს პირველი არჩევნები, როცა იყო პირველი კადენცია დონალდ ტრამპის და სხვათა შორის ნიუ-იორკის შტატში იყო ძალიან ბევრი მსხვერპლი. და იყო ასაკოვანთა შორის, იმიტომ რომ იქ არ იყო დაცული სანიტარული ნორმები, როგორც გაირკვა მიუსაფართა სახლში და ასე შემდეგ. რაც შეეხება აი ამ ბატონ სლივას, ტიტლბერეტიანს, ეს რესპუბლიკელების კანდიდატია და ის არ გამოირჩევა, ესე ვთქვათ, არც ქარიზმით, არც პოლიტიკური ინიციატივით, არც ახალგაზრდაა უკვე და ესეთი უსახური პოლიტიკოსი არა და შედეგებიც შესაბამისი დადო, მაგას უკვე მეორე სლაიდში გაჩვენებთ და მოკლედ გაიმარჯვა მამდანი და ეხლა გაჩვენებ თუ რა პროცენტით გაიმარჯვა. მეორე ფოტოს შემოგთავაზეთ, მანამდე გეტყვით, რომ ყველაზე გასაკვირი ის იყო, რომ ასე ვთქვათ, ნიუ-იორკში, ტრადიციულად ებრაულ ქალაქში გაიმარჯვა მუსლიმმა. ეხლა 2 საათის წინ სპიჩი ჰქონდა მამდანის და მან არაერთხელ თქვა, რომ ეს არის მუსლიმი, აჰმადიანი, მაგრამ ამითი ამაყობს. მას აქვს მკვეთრი განცხადებები გაკეთებული ანტისემიტური ტიპის და მიუხედავად ამისა, მაინც მოახერხა და გაიმარჯვა. თან გაიმარჯვა, აი შეხედეთ როგორ 50.6%, 41.7% აქვს ენდრიუ კომოს, ამ კარლოს სლივას, ჩემს მიერ ნაკებს და ნადიდებს აქვს 7.1% და ყოფილ მერს ერიკ ადამს აქვს 0.3%. აქ კურიოზი მოხდა, ესე იგი, ერიკ ადამსი გამოეთიშა არჩევნებს, მაგრამ როგორც გაირკვა, ბიულეტინები უკვე იყო დაბეჭდილი და საარჩევნო კამპანიის ორგანიზატორებმა გააფრთხილეს მოსახლეობა, რომ თქვენ ბიულეტენებში ნახავთ ადამს, მაგრამ ის მოქმედი კანდიდატი არ არისო და მიუხედავად ამისა 0.3% მაინც აიღო, ანუ ვიღაცას მაინც ხმები წაართვა. აქედან გამომდინარე, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო კოდექსის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება, რომ უღრანიტყი არის, გაურკვეველია, რაც უფრო ღრმად შედიხარ და სურს რომ გაიგო რა როგორ მოქმედებს, მით უფრო მეტი კითხვის ნიშანი გვხდება და ამის გარკვევას ახლა დროს არ დაუთმობ, იმიტომ რომ აქაც გვიან არის და თქვენც ახლა ნაკლებად გაინტერესებთ ეგ. საერთო საარჩევნო კოდექსს დაუბრუნდები მე
26 წლის შემოდგომას, როცა იქნება კონგრესის არჩევნები, აი ეს 50%-იანი გადახალისება როცა ხდება. და მაშინ განვიხილავ ამ ყველაფერს. მოკლედ, აი ესეთი რამ მოხდა. ერიკ ადამსი არ მონაწილეობდა, მაინც ხმები აიღო. ეხლა ეს 50.6% რას ნიშნავს ამ კონკრეტულ შემთხვევაში? გეტყვით იმას, რომ უბრალო უმრავლესობით ირჩეოდა ნიუ-იორკის მერი, ანუ ახლა მაგალითად 51% რომ აქვს კომოს და მამდანის დაეგროვებინა 47 ან 58, მეორე ტური მაინც არ იქნებოდა და გავიდოდა მამდანი, მაგრამ 50%-ს როცა გადაცდება, ეს ითვლება, რომ მორალურად ის თვლის, რომ მან მიიღო ნიუ-იორკის ამორჩეველთა მორალური უპირატესობა, რადგან 50%-ს გადააშორდა. მსგავსი შედეგი ჰქონდა მე როგორც მახსოვს, თუ არ მეშლება რუდი ჯულიანის, ტრამპის უახლოეს მეგობარია და სხვათა შორის ჯულიანი შეეწირა თავის ქონებითა და რეპუტაციით ზუსტად ტრამპის დევნას. მოკლედ ჯულიანის ჰქონდა 50%-ზე მეტი და ბლუმბერგს. აი ამ ორ კანდიდატს კარგად მახსოვს, რომ 50%-ზე მეტი ჰქონდათ მიღებული მერის არჩევნებზე და ითვლებოდა, რომ მაღალი ლეგიტიმაცია გააჩნდათ მათ. აი მამდანიმაც ამ შემთხვევაში დააგროვა მაღალი ლეგიტიმაცია. ეხლა მნიშვნელოვანი ის არის, რომ რა კატეგორია მიცა მამდანის ხმა. გამომდინარე იქიდან, რომ ეთნიკურად ახლო აღმოსავლეთიდან, აფრიკიდან ემიგრანტებმა, ბუნებრივია, ვისაც ხმის უფლების მიცემა შეეძლო, ვისაც ჰქონდა უფლება ხმის მიცემის და ამის გარდა, როგორც ამბობენ, აი კვლევებში საკმაოდ დიდმა რაოდენობამ მიცა, ესე ვთქვათ, თეთრმა მოსახლეობამაც. და ეს ზუსტად ის თეთრი მოსახლეობა, რომლის ბაბუებიც და დიდი ბაბუებიც იყვნენ უოლ-სტრიტის დამაარსებლები, ამ ქალაქის შემქმნელები და ვის ხელშიც დღემდე არის ფინანსური მართვა არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატების, ალბათ მსოფლიოს უმეტესი ნაწილის. და ეს კატეგორია ხალხისა, რომლებიც ეთნიკურად არიან ებრაელები. და უცნაური ზუსტად ეს არის, რომ აი ამ ებრაულ ქალაქში აშკარად გამოკვეთილმა მუსულმანმა, მაჰმადიანმა, არ ვიცი როგორ არის უფრო მართებულად, ქართულად, და რომელიც ართაკილობს იმას, რომ იგი ანტისემიტია და ხმამაღლა აცხადებს, რომ არის პალესტინის მხარეს ისრაელის წინააღმდეგ. აი ესეთი კანდიდატი იყო მამდანი და გახდა ნიუ-იორკის მერი. სხვათა შორის ნიუ-იორკში ორი კატეგორიის ებრაელობა ცხოვრობს. ერთი არის ესე ვთქვათ, ჩვეულებრივი რეგულარული ებრაელები, თავად ორთოდოქსი ებრაელები ეძახიან მათ regular Jewish, ანუ ჩვეულებრივი ებრაელები, რაც გულისხმობ, ანუ ჩაცმა დახურვით და ყოფით რო არაფრით არ გამოირჩევიან, აი საქართველოს ჩვენიანები რო არიან ჩვენი ებრაელები, აი ესეთი, მაგრამ ნიუ-იორკში ცხოვრობს ასევე ორთოდოქსი ებრაელები. და როგორც ჩანს, ეხლა გეტყვით რატო ქონდა ამას მნიშვნელობა. ჩაიაროს მანქანა. ამ ორთოდოქს ებრაელებს შორის არის ნაწილი, ესე იგი ეს არის, როგორ გითხრათ, გარკვეული ჩაცმულობით და ვარცხნილობით გამოირჩევიან, მე ფოტოს ეხლა არ გაჩვენებთ აქ, მოიძიეთ თქვენ თვითონ, არ არის პრობლემა. და მათმა ნაწილმა, როგორც ამბობენ, ხმა მიცა მამდანის. საკვირველია, ხო? ებრაელები, როცა ფაქტობრივად ანტისემიტს აძლევენ ხმას. და რატომ? იმიტომ რომ ზუსტად ამ ორთოდოქსი ებრაელების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ისრაელის სახელმწიფო არის არაკანონიერი და ამ სახელმწიფოს არ აქვს უფლება რომ იარსებოს. ამას სხვა დატვირთვა აქ ახლა, იმიტომ კი არა რომ პალესტინელები უყვარდა გიждდებიან, არამედ იმიტომ რომ აქ მისტიკური დატვირთვა არის, თვლიან რომ როცა იქნება მოშიახის მოსვლა და აშენდება მესამეჯერ სოლომონის ტაძარი წმინდა მიწაზე, აი მხოლოდ მაშინ ჩაითვლება რომ ისრაელის სახელმწიფოს აქვს არსებობის უფლება. აქედან გამომდინარე, ამბობენ რომ ბევრმა თქოს სხვათა შორის
დაიბეჭდა კიდეც დაიწერა კიდეც, რომ ზუსტად ებრაელობის ამ ნაწილმაც ხმა მიცა მამდანის. ესე იგი, ეთნიკურად ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკულმა ნაწილმა, იმ თეთრმა ნაწილმა, რომლებმაც მხარი მიცეს ზუსტად აი იმ დიდი შეძლებული ხალხის შთამომავლობა, გარკვეულმა ნაწილმა მათმა შვილიშვილებმა და შვილთაშვილებმა და ებრაელთა ნაწილმა. ებრაელობაზე გითხარით რა მოტივით მიცეს, აფროამერიკელები და ახლო აღმოსავლეთი გასაგებია იქიდან გამომდინარე, რომ ეთნიკურად მამდანი იქიდან არის ზუსტად და აი ამ თეთრი მოსახლეობის პოზიციის გამოხატვა განპირობებულია იმით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, დემოკრატიულ შტატებში აშკარად იგრძნობა ესეთი მემარცხენე მოძრაობა ახალგაზრდებში და ხანდახან ულტრამემარცხენე მოძრაობას და ზუსტად ეს ნაწილია, რომელსაც პროტესტი გააჩნიათ თავიანთი დიდი ბაბუების წინააღმდეგ და ისინი თვლიან, რომ ეს ქვეყანა და ზოგადად ეს სოფლიო იმართება არასწორად. და აი ამ სამმა შემადგენელმა საბოლოო ჯამში გამოიწვია ის, რომ აი 50.6%-ით გაიმარჯვა მამდანი. ეხლა რა მოყვება ამას ამერიკაში? ამერიკაში არა უბრალოდ ქალაქ ნიუ-იორკში. ქალაქ ნიუ-იორკი გარდა იმისა, რომ დიდი მეგაპოლისია და უკაცრავად გააჩნია ესეთი თავის ბიუჯეტი, მაინც დეფიციტურია და ნიუ-იორკს ესეჭიროება ყოველწლიურად 7 მილიარდი დოლარის ოდენობით, ზოგჯერ მეტი გააჩნია როგორი დეფიციტი არის ბიუჯეტში, მოკლედ ფედერალური დახმარება ესაჭიროება, რომ თავის ხარჯები გაასწოროს. დონალდ ტრამპი იმუქრებოდა, რომ თუ მამდანი გაიმარჯვდა ნიუ-იორკში მერის პოსტზე, იგი შეუწყვეტდა ქალაქს ფედერალურ დახმარებას. არ ვიცი ახლა რა ჭკუაზე არის ტრამპი ამ შედეგების მერე, მაგრამ როგორც ბოლო სპიჩში მამდანი ესე უმახიათად ამბობდა, რომ ერთი ხას უსვამდა, რომ იგი არის მუსლიმი და ამით ამაყობდა და ამბობდა, რომ ფაქტობრივად ესე რომ შევაფასოთ, უპირისპირდებოდა ტრამპს. უმტკიცებდა, რომ მან შეძლო და ნიუ-იორკში გახდა მერი. და შეგახსენეთ, ვინც არ იცით, რომ ნიუ-იორკი ითვლება ტრამპის მშობლიურ ქალაქად, იმიტომ რომ ტრამპ-ტაუერები თუ სადმე არის, ყველაზე მეტი არის ნიუ-იორკში და იგი ნიუ-იორკელია, საქმოსანი ბიზნესმენი არის. ნიუ-იორკში ქონდა მას დეველოპერი კომპანიები და ყველაზე დიდი პროექტები აქედან აქვს დაწყებული. თორემ ესა ფლორიდა და მარ-ა-ლაგო არის ეს ესეთი დასასვენებელი კურორტი. უბრალოდ იქ მოუწია გადასვლა, იმიტომ რომ ნიუ-იორკში მას არ დაედგომებოდა. ეხლა გახდა პრეზიდენტი და ნიუ-იორკში თავისუფლად ჩამოდის, თორემ მანამდე არ შეეძლო, იმიტომ შეიძლებოდა დაეკავებინათ კიდეც. აი ესეთი რამ მოხდა. რატო ვთქვი თავიდან, რომ ის არის პოპულისტი? იმიტომ რომ მაგალითად თვლის, რომ სამოქალაქო ტრანსპორტი უნდა იყოს უფასო. ეს არ იგულისხმება, რომ მთლიანად, ესე იგი, მეტრო და ავტობუსი იქნება უფასო. აქ არის განსაზღვრულ ნომრებზე, ანუ ხაზებზე, განსაზღვრული ავტობუსების და მეტროს ხაზის რაოდენობა. ანუ ყველაფერი არ იქნება უფასო. თუმცა ის რაც ჩამოთვალა, ისიც წარმოუდგენლად დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და როგორ უნდა გაასწოროს ეს ანგარიში, არ ვიცი. ამბობს, რომ მაგალითად ფუდსტეპები, ანუ ეს სოციალურად დაუცველთათვის პენსიონერებისთვის და ასე შემდეგ არიგით ბარათები, რომელზეც ირიცხება თვიდან თვემდე 300-დან 400 დოლარამდე გააჩნია კატეგორიას, ითით სარგებლობს ნიუ-იორკის მოქალაქე და მიიღებს საკვე პროდუქტს. კონკრეტულ მაღაზიებში მიდიან და ამითი მაშობი ანაღდებენ პროდუქტით ესეთ ბარათებს. შემდეგ კიდე აქვს ესეთი გეგმა, რომ 99% ნიუ-იორკის მოსახლეობის ცხოვრობს ნაქირავი ბინებში, შეძლებულებიც კი მანჰეტენზე. იმიტომ რომ ძალიან ძვირი აქვს ბინის ფასი და შეძენა და ბერს უბრალოდ არ შეუძლია, ხოლო იმ შეძლებულ ფენას მე ნასაუბრები მაქვს ამ კატეგორიასთან, მათ უბრალოდ არ ვუღირთ, იმიტომ რომ ფული არ აქვთ, არ ვუღირთ შეძენა, უბრალოდ მარტივი არითმეტიკაა და მათ ურჩევნიათ, რომ
დაუშვათ ნიუ-იორკის შტატის სხვადასხვა პრესტიჟულ დასახლებებში, მაგალითად როგორც არის ჰემპტონი, ლონგ-აილენდზე, იქ ურჩევნიათ, რომ იყიდონ პირობითად 5-10 მილიონიანი ან 15 მილიონიანი დაუშვათ კერძო სახლი თავის მიწით და ასე შემდეგ, ვიდრე დაუშვათ ის თანხა გადაიხადონ მანჰეტენზე პირობითად 4 ან 5 ოთახიან ბინაში. ეს შეძლებულების ანგარიშს გეუბნებით, ანუ მათ დამოკიდებულებას და დათვლას და დანარჩენი კატეგორიისთვის ეს უბრალოდ მიუწვდომელია. ასეთივე ფასებია ბრუკლინში, κουინში და სტეიტენ აილენდზე და სხვათა შორის კარგ ბრონქსშიც, არ გაგიკვირდეთ, ბრონქსშიც არის კარგი უბნები. აქედან გამომდინარე, მამდანის აქვს ესეთი გეგმა, რომ ბინის ქირის საფასური რომ იყოს გაყინული წლიდან წლამდე. პირობითად 5 წლით განმავლობაში, შეიძლება 10 წლით განმავლობაში, არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ესე ამბობს, რომ გარკვეული პერიოდი. ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ბინის მესაკუთრეებს არ ექნებათ უფლება, რომ მაგალითად წლიდან ყოველი მომდევნო წელს გააძვირონ ქირის ფასი. ესეა ყოველ წელს იმატებს გარკვეული პროცენტი აქვს. თუ დავუშვათ ხელშეკრულებას დადებ 2 წლიანს ნაკლები პროცენტით გიზრდება, თუ დავუშვათ ყოველ წელს იმაშვები დავუშვათ ახანგრძლივებ რენტის ხელშეკრულებას, იქ სადღაც შეიძლება 5-7%-ით მოემატოს. მოკლედ სურს მავდანის, რომ ეს პროცესი შეაჩეროს, გაყინოს და კიდე უამრავი სხვა სოციალური პროგრამა. ანუ ეს იდეაში ბუნებრივია, კარგია, მაგრამ ეს იმიტომ არის განხორციელებული, ამას სჭირდება ძალიან დიდი თანხები, წარმოუდგენლად დიდი თანხები. ეს თანხები, როგორც გითხარით, ქალაქ ნიუ-იორკის ბიუჯეტი არის დეფიციტური და ეს თანხები ბიუჯეტში ვერ იქნება მოძიებული. შესაბამისად, რას აპირებს? აპირებს იმას, რომ ეს არსებული პროგრამები დააფინანსოს ზუსტად შეძლებულების ჯიბიდან, მილიონერების და მილიარდერების. ეს ინფორმაცია ამ ფენამ იცოდა, იყო ამის საშიშროება, რომ მამდანი მოსულიყო ხელისუფლებაში, ჯერ კიდე 2 თვის წინ ეთყობა დათვლილიც ჰქონდათ და მოკლედ ბევრი შეძლებული უკვე მანჰეტენიდან გადის. და ტოვებს არა მარტო ქალაქს, არამედ შტატს და გადაინაცვლებენ როგორც წესი სამხრეთ შტატებში. 2 შტატს გეტყვით, სადაც შეძლებული თეთრი ადამიანი დაცულად გზნობს თავს, ეს არის ტეხასი და ფლორიდა. ეს 2 დიდი შტატი, თორე სამხრეთ შტატებში ზოგადად უკეთესი სიტუაციაა, როგორც უსაფრთხოების მიზნით, ასევე კერძო საკუთრების დაცვის მიზნით. კიდევ რა უნდა მამდანის? უნდა ის, რომ შეკვეცოს უფლება ქალაქ ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის. ანუ გადაახალისოს სტრუქტურულად, რაც გულისხმობს უფლებების შეკვეცას და კადრების შემცირებას. ეს იყო ყველაზე დიდი საშიშროება, იმიტომ რომ მე ვარ ნიუ-იორკში მაცხოვრებელი, კერძოდ ბრუკლინში და ბოლო 2 წელია წარმოუდგენლად არის გაზრდილი კრიმინოგენური სიტუაცია. ეს ხდება მეტროებში, ავტობუსებში, ხალხზე იერიშის მიტანა როგორც იარაღით, ასევე უბრალოდ წესასწორული იარაღით, ასევე დანით, ხელის ყრა ლიანდაგებზე ჩაგდება და უამრავი რამ დღე არ გავა, ესე იგი ადგილობრივ ლოკალურ საკაბელო ტელევიზიებშიც და დიდ მედია საშუალებებშიც, ყოველდღე ნიუსებში არის წარმოუდგენლად დიდი რაოდენობა დანაშაულის. ასევე საგზაო შემთხვევები. და კიდევ უამრავი სხვა და ამ პირობებში ქალაქის პოლიციის დეპარტამენტში ესეთი რეფორმები, როცა ფაქტობრივად რამის სოციალურ მუშაკებად უნდა აქციონ ნიუ-იორკის პოლიციის თანამშრომლები და პლუს კიდე შეკვეცონ, ეს კარგს არაფერს არ მოუტანს. და ადანაშაულებენ მას კიდევ იმაში მამდანის, რომ როცა BLM-ის მოძრაობა იყო, მამდანი ნიუ-იორკის პოლიციას ეძახდა რასისტულ ორგანიზაციას. მოკლედ, ესეც კიდევ ერთი მისი მინუსი. ეხლა რაც შეეხება ჩვენს თანამემამულეებს. ვინ ვის მიცახმა,
ვინც ლეგალები არიან, ანუ ვისაც ვინც მოქალაქეა და პასპორტი აქვთ, ვისაც ხმის მიცემის უფლება ჰქონდა, ბევრმა მათგანმა მიცა ხმა რესპუბლიკის კანდიდატ კომოს. ბოდიში სლივას ნაწილმა მიცა ენდრიუ კომოს და რატო? იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან მე რაც ჩამოთვალე ახლა მამდანის საქმენის საგვირონიას გეგმები, წარმოუდგენელია ხო და შესაბამისად ან სლივა სურდათ და ან ენდრიუ კომო. ხოლო ვისაც დროებითი თავშესაფარი აქვს მექსიკიდან გადმოსულია ბოლო 2 წლის განმავლობაში და ასე შემდეგ, მით უმეტეს რაც ნიუ-იორკში ხდება ახლა ფაქტობრივად დევნა მიმდინარეობს ემიგრანტებზე. ეს ჩვენი თანამემამულეები სამწუხაროდ ხმის უფლება არ აქვთ, მაგრამ უბრალოდ გულშემატკივრობდნენ, რომ სურდათ, რომ მამდანი მოსულიყო და რატო? იმიტომ რომ მას სურს, მამდანის სურს, რომ ქალაქ ნიუ-იორკში შეუნარჩუნოს სტატუსი ქალაქი თავშესაფრის და განახორციელოს არალეგალთა თავშეყრის ადგილების მოწყობა, გაფართოება უფრო და ცენტრების ორგანიზება. ეს იმას ნიშნავს, რომ დაცულობის ხარისხი ემიგრანტების, მე ვამბობ, არალეგალთა გაიზრდება. აქედან გამომდინარე, ჩვენი თანამემამულეების ამ ნაწილს სურდა, რომ მამდანის გაემარჯვა. ხა მე ეს ინფორმაცია იქიდან მაქვს, რომ ამ კატეგორიის ხალხთანაც მაქვს საუბარი და ურთიერთობა უფრო სწორედ და მეორე კატეგორიის ხალხთანაც. და რა შეიძლება კიდე ითქვას დასკვნით ნაწილში, რომ საბოლოო ჯამში ყველაზე მოულოდნელი მაინც იყო ის, რომ არავის ეგონა, რომ ამ ხელა პროცენტით გაიმარჯვებდა, თორე შედეგები წინასწარი გამოკითხვებით იგი რომ კომოს უსწრებდა ყველამ ვიცოდით. ნიუ-იორკის არჩევნები არის მარტივი უმრავლესობით, 51% როგორც გითხარით, აიღო ენდრიუ კომომ და მამდანის რო აიღო 45-46%, მაინც გამარჯვებულად შეითვლებოდა, მაგრამ რახან მას უკვე 50%-ზე მეტი აქვს, მას აქვს მორალური უპირატესობა, ანუ ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი და შესაბამისად უფრო ხმამაღლა და უფრო თამამად დაიწყებს თავის გეგმების განხორციელებას. აქედან რა გამოვა, არავინ იცის. მით უმეტეს ტრამპის ხასიათი, რაც ჩვენ ყველამ დავინახეთ, თუ შევიდა ჭიდილში მამდანისთან, მე ვეპარება, რომ მამდანი გაიმარჯვოს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ნიუ-ჯერსის შტატში პარალელურად მიმდინარეობდა არჩევნები, ოღონდ იქ უკვე გუბერნატორს ირჩევდნენ, იქ უკვე ქალბატონი გუბერნატორი აირჩიეს დემოკრატი. ეს იმას ნიშნავს, რომ დემოკრატიულ შტატებში ტრამპის მოწინააღმდეგეები იმარჯვებენ. და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს იქნება ასე იგი მამდანისთვის კიდევ ერთი მორალური მხარდაჭერა და იგი უფრო თამამად გადადგავს ნაბიჯებს ტრამპის საწინააღმდეგოდ თავის ადმინისტრაციაში, ქალაქ ნიუ-იორკის მერიაში. ვერაფერს პროგნოზს ვერ გავაკეთებ, მე კი არა პოლიტიკოსები ვერაფერს ამბობდნენ, მთელი ტოქ-შოუები ეწყობოდა 8 საათის მერე, საღამო 8 საათის მერე 8 საათს დაიკეტა უბნები, ეგზიტ პოლებიც გამოქვეყნდა, შედეგი უკვე ცნობილი იყო და უამრავმა გამოთქვა თავიანთი აზრი, სხვადასხვა რუსულენოვანმა ებრაული წარმოშობის ნიუ-იორკში, საკრებულოში წარმომადგენლობითი პალატაში ვინც არიან, მათაც ჰქონდათ ასე ვთქვათ, ერთგვარი სპიჩები და მხოლოდ ვარაუდებია რა იქნება, არავინ არ იცის, ყველა ელოდება ხვალინდელ დღეს. ამიტომ ჩვენც უნდა დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. ესეთი რამ მოხდა 2025 წლის 4 ნოემბერს. გაიმარჯვა უგანდელმა 34 წლის კაცმა ქალაქ ნიუ-იორკში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. მე კი გემშვიდობებით, დროებით, კარგად ბრძანდებოდეთ და იმედია, მაინც ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა არ ვიცი როგორ. აბა დროებით.